რა გაიკეთე მარიკო? მეიკაპი. მე თვითონ გავიკეთე და არ დამეხმარა დაახლოებით. პირიქით, მე თვითონ გავაკეთე და დედა არ დამეხმარა. მე ვიცი ხოლმე, აი ასეთი მეიკაპის გაკეთება. თქვენც გინდათ გაგიკეთოთ ბავშვებო მეიკაპი? გაგიკეთებთ ახლავე. უკვე მომზადებული მაქვს. ეხლა გავხსნით და გაგიკეთებთ. კარგი, ეხლავე მოვიტან. კარგად. მარიკო, ეს ზედა დედა რა ლამაზად გაქვს? ორიგინალურია ძალიან და მე გავიკეთე ეს. გიხდება ძალიან. ეს მცენარე წამოვიღე ჩემი დედამთილისაგან. აი ეს და მოიცა უკეთეს. და შემთხვევით მომიძვრა ფესვი. ნახეთ. მოიცათ. კაი, შიგნით კიდე მე ამოვიღებ და ის არის რა ქვია. შემთხვევით ხალხო დღეს დავინახე რას ვხედავ. ამას შეხედეთ ამ სიყვარულს. ხოლმე გადავიყო. ანუ ყოველი გამოვიდა იმას რომელსაც საერთოდ ფესვი არ ქონდა. გიჟდები. ხე გადავხოთ. ნუ რაღაცა შხრიად მომეცმა ხალხო და რას ვხედავ. ანუ კაცრა თურმე ნუ იტყვით და გაწვევდა. ვის უბედავს ამ შაბათ დღეს. რას დავეძებ სახლში ვარ. ძალიან მოიწყინეს სამად. მაგრამ რა უყო. ქუთნები მეოთხე სართულზეა და ხა ვერაფრით ვერ ავალ. ამიტომ დროებით აი ამ ძველ კონტეინერში სადღაც ვიპოვე იქით მიგდებული გავასუფთავ და გადავრგოთ აი ამაში დროებით სანამ ქოთანს ჩამომიტანს ჩემი მეუღლე მაღლიდან. მიწა გვაქვს. როცა წავალ ზუსტად ასეთივე ქოთანს ავიყიდი და მერე გადავიტან, მაგრამ ახლა იმ ჭიქაში რა თქმა უნდა ცოტა იყო და დროებით არაფერი მოუვაქ თუ იქნება. და ეს ესეთი მცენარეა, რომელიც გადადის მეგობრებო. ასე რომ ყვავილი უკვე კარგი ამბავია, რომ დავინახე სიმბოლიკად არ მჯერა. ნუ ეს რატო ყვდება ასე გამწარებით არ ვიცი. ეს თავიდან ამოყრეს ესეც. აუცილებლად. ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. მოვიდა თქვენი პუტკუნა მზის ხივი. მოვედი და მოვედი. რა იყო რა ვერ გაგასწორე. ჩვენი იდეაში დილის ყავა, მაგრამ ფაქტობრივად შუა დღეა, ამიტომ დილის ყავას ვეღარ ვიტყვი და მოდი შუა დღის ყავაზე გადავიდეთ. საკმაოდ გივან გავიღვიძეთ და ნუ დილა ფაქტობრივად აღარ სითვლება. ვაიმე, მე დღეს ბამბა ვეძებე ხალხო. ლაკი რომ მომეშორები. ვაიმე, მე დღეს ვეძებე. ზუსტად ვიცოდი გოგოება მქონდა. ჯერ ხო ბამბითაც არ მაქვს კარგად მოშორებული. ხან რითი მოვიშორე, ხან ცოტა ქაღალდი ავიღე, ხანის ვერსად ვერ ვიპოვე, ვიფიქრე თქო მამას აქ მაღლა. ბამბა თქო მე იქ დამეზარას და გამოვაღე შემთხვევით და იქ ვიარდე სუჯრეში. ამასობაში სამი ნაწამები ფრჩხილი კი მქონდა უკვე ქაღალდებით. ხო და ეხლა ვფიქრობდი მეთქი მოვიჭრა ძირში თუ თან არ მინდა. გასასვლელი ვარ რომ მოვალ მერე ხვალ სამსახურისთვის წავისვამდი. და გრძელი ფრჩხილი ბევრად მომწონს ხა ვიდრე მე რომ უნებამდე ჩავყავს და ვასტიკვილებ ხოლმე. მაგრამ აი ესე მოუწესრიგებელი როგორ გავიდე. მერე ავდგები და ბამბით კარგად კიდევ ერთხელ გადავიტარებ. აი დარჩენა რო იცით ხო იცით გვერდებში და იმეებში. უნდა გადავიტარო. გადავიტაროთ კიდე, რატომ ჩქარობ ხოლმე ხალხო, აი ვერ ვიგებ სადმე ჩქარება. გეგონება მატარებელი მასწრებს. რატო ვარ აი ასეთი სწრაფი, აი ზოგადად სულ ვიზახი ხოლმე, რომ სულ მეჩქარება კაცო და
რა სადმე ჩქარება, გვაც არ გეჩქარება, მე ჩემ დოზონები. სულ ყველაფერი რატო გეჩქარება. დედა ვინა ვარ კაცო ამისთან, ყველაფერი მეჩქარება. რამის მოსწრებას ვცდილობ და გული მიგრძნობს, რა ხდება არ ვიცი. მე ვთქვა ხოლმე, ხო იცით? ვაიმე ღმერთო მეჯვარე მწერია. და ყველას. ჩემი შვილი ხატვით არის დაკავებული. რა მინდა გოგოებო იცით? კონდეს რამე სივრცე, აი როგორც თეატრალური სახელოსნო, სადაც ბავშვებისათვის დავდგამთ სპექტაკლებს. გამარჯობათ ბავშვებო. აი სადმე თუნდაც ეს იყოს რაღაცა სკოლის ეგ იყოს კი არა და პრინციპისად გახსნი აბა სხვაგან ისეთი ძალიან ძვირია და სამაგი ღირს სკოლის სივრცეში ან რა ვიცი სხვაგან სადმე სადაც შედარებით დაბალი ფასი იქნება აი როგორ მინდა რომ ეგეთი რაღაც გავაკეთო როგორ მინდა მარიკო papa სადაჯექი ჩემო სიცოცხლე მიდი ჯემო დახატულო და რომ გაიპრანჭები მე კამერასთან გადაგიღებ კარგი ჩავიცვათ იმან რომ გვაჩუქა სალომ კაბა და ქუდი კარგი მაშინ ჯერ papa ცხელია და მიდი დახატე და მე იმას ავქნა და წავიდეთ ჯერ დავივესალო მოდი ეს გამარჯობათ ვაიმე ვაი ხوار გატკინე ყური დე უი ბოდიში მაჩვენე დედი გაუშვი ერთი წუთი კაცო არაფერი უბრალოდ მოგიტრიალე დე ნუ გეშინია ხوار გეტკინა დე წადი ჩემო სიცოცხლე ხა მე ეჭორავე შენ იქ წავიღოთ სკვერში ტელეფონი და მე იქ ვეჭორავოთ კარგი წადი ჩემო სიცოცხლე სკვერში რა მაგარია ძალიან მინდა რომ მსგავსი რამე მქონდეს აი დაახლოებით თემქა გლდადის მხარე მინდა ძალიან მინდა თქვენ კი დამეხმარებოდით გავრცელებაში და ვიც მანდ ცხოვრობდა გყავთ შვილები თუ შვილიშვილები მომიყვანდით და მომაბარებდით ძალიან მინდა რომ სპექტაკლების დადგმა ხდებოდეს რამე სივრცე ავიღო არ ვიცი ვერ გეტყვით მე ძალიან მინდა რომ ჩემი საქმე მქონდეს ხოლოდ ჩემი სადაც ბევრად ესე თავისუფალი ვიქნები რა ასე რომ ვთქვათ. რა ვიცი, ნახოთ რას გვიმზადებს ცხოვრება და რას და როგორ. მეც არ ვიცი. მინდა და ნახოთ რა იქნება მომავალში. ახლა არა რა თქმა უნდა. მომავალში. თუთოს აქსესუარების გვერდი უკვე გახდა 582 ძალიან დიდი მადლობა ვინც გამოიწერათ მარიკო რას აკეთებ ამოვარდება დედა ეგ ამოვარდება მთლიანად დედა წააგლიჯა ხალხო მოაგლიჯა მთელი ღეროა მოაგლიჯა რას ლაპარაკობ ეგ არ გამიფუჭო შვილო მიდან მithრევია რა სოფლიდან მადლობა ყველას ნელ-ნელა ვიზრდებით არა უშავს იყოს ნელ-ნელა მეც არ ვარ ახლა ფლად ძალიან აქტიურობაში და რეკლამების გაშვებაში გადასული შესაბამისად ესე იგი რომ მინდა რომ ეგ ვიდეო გავარდეს მიმართვა რომ დოდონოს ბლოგზე ამდენი ხალხი ყავს და გადავიდნენ და გამოიწერონ
არ ვარდება ხალხო. ცოცხალი თავით არ ვარდება. აი არ ვიცი რა, რო გავარდეს კი გამოიწეს კაცო ბევრი, ხო, ამ ხელა აუდიტორია თუ გაიგებს, მაგრამ არ ვარდება და როგორ გაიგოს ხალხმა. აი მე ნერვები მეშლება. ხან ესეთი დებილობა ვარდება ვიტყვი ხოლმე, რა იყო. რა ხდება. აი 1000 კაცი როცა შევსრულდები ცოტა ამოვისულთ გავ. ცოტა ხათაშორის დოდონას რო ქონდა მატება. ეგეთი მატება, მართლა შოკირებული ვიყავი. ესე იგი გოგოებო კვირაში 1000 კაცზე მეტი მემატებოდა და ხან ურდღეშიც დამატებია მაგდენი. აი სასწაული მატება ქონდა დოდონას ბლოგს, სასწაული. ნაიმე გირს ვგავდი, მე ხარ მეშლება ციფრები, გირს ვგავდი. მერე ჩაწვა, იმიტომ რომ მირეპორტებდნენ გვერდს და სადღაც 1 წელი ძალიან დიდი პაუზა ქონდა, ვერ ვარდებოდა ვიდეო, კი არა 5 ნახვა ქონდა ხოლმე. მოიდგინე თქვენ. ამდენი დარეპორტებისაგან არ მოვეშვი, არ გავაუქმე გვერდი მიუხედავად იმისა, რომ ფსკერზე იყო უკვე და აი მაინც ბოლო ძალებით ვებრძოლე და მერე ისევ ამოიქაჩა 1 წლის მერე. ამიტომ სხვისი გვერდების დარეპორტებას ხალხო დაანებეთ თავი. თუ თქვენ არ გეხება, თქვენ არ გლაძღავენ, თქვენ არ რა ვიცი მე, არ გძირყვავენ რა გინდათ, რა სერჩით ამ ადამიანებს. რა ვიცი, ხდება ხოლმე ალბათ. ხო და მე ძლივს ამოიქაჩა, აგერისი ამოიქაჩა, რომ მე კი მაქვს აგერ მომენტისაც. მანამდეც შემეძლო ჩამერთო, იმიტომ რომ ხო მაინც ბევრი მყავდა გამომწერი, მაგრამ როცა მთავაზობდა, ასე ვთქვათ, Facebook-ი ის მონეტიზაციას ვერ ვიგებ მეთქი ეს რა რამე ის არ იყო თქო ახე რამდენი ხნის წინ. ახლა უკვე მე რამდენი ხელფას უნდა ვიღებ და წესით. მე ლექცია ყურადღება. ხო, რაზე მინდოდა კიდე საუბარ, ბარე მაგ ხართ არ დამავიწყდეს. ხალხო, ესე იგი ძალიან ცოტა ყელში ამომივიდა და რა გეტყვით. ადამიანები, ვინც მთავაზობენ ბარტერს, ვინც მაკარგინებენ დროს, წერ, თანხმდებით, ვიღლები და მე გაურკვეველი მიმართულებით ქრებ. ისე მახიზიანებს ხალხო უკვე, ისე მახიზიანებს, რომ ნუ აი მეტი არ შეიძლება. ჯერ ჩამოყალიბდით კაცო, რა გინდათ, ვისთან თანამშრომლობა გინდათ, რატო გინდათ, ასე გინდათ, ისე გინდათ, მერე მიწერეთ იმ ადამიანს, როცა თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რომ ეს მინდა. ამდენ დროს რომ გახარჯებ და მერე ქრები, ნუ აი არ ვიცი რაში წერია რა ეხა. არა და ის აქსესუარი იქნება, ლიფტი იქნება, სამოსი იქნება, თუ რა იქნება, მაგას ჩვენს გადასარევად ვყიდით, მოგიხსენებათ. მაგრამ რადგან ეს არის ბარწერი და ამით ყველა სარგებლობს და ჩვეულებრივი ამბავია, კი ბატონო, თანხმდებით და სათქრებით. აი რო თანხმდებით, მე სათქრებით. აი ნამუსი როგორ გიშვებთ, ეგ მაინტერესებს უბრალოდ. რანაირად ახერხებთ, რომ ბოდიში და დაიკიდოთ, რა ძალიან ცუდი სიტყვა ხო არის, მაგრამ ეგრე ვართ. რუსკა მაყაშვილმა პოსტიც დავდე მე Facebook-ზე. რუსკა მაყაშვილმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ბარტერით არ გვაქვს ფინანსური შემოსავალი. ფინანსური. და გადავწყვიტეო, რომ აღარ ვითანამშრომლო ბარტერით არავისთანო, იმიტომ რომ არ მაქვს შემოსავალიო და ნამდვილად შეგვიძლია იმ ნივთების და რაღაცების ყიდვა, რასაც გვიგზავნია, ხო? არ არის ხა ეგ რაღაც წარმოუდგენელი რაღაც, რომ ვერ შეიძინო ადამიანმა თუ გინდა. ახლა
ხო და ძალიან სწორად აღნიშნა, რომ მერე ცოტა უკაცრავად და გაბლატავებულები არიან რაღაცნაირად, რომ თითქოს გიგზავნიან და აი როგორი შეგრძნება გრჩება, იცი, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა. რომ აი მე უფასოდ გიგზავნი. ბარტერის მნიშვნელობა უნდა გავიგოთ, ჯერ ას ნიშნავს ბარტერი და უნდა გავაანალიზოთ, რომ შენ მე უფასოდ კი არ მიგზავნი, შენ შემოგევლე. შენს გამო იხარჯება დრო, ავნიფთის გამო, იღება ვიდეო, იდება და ასე შემდეგ. უფასოდ არავინ არაფერს აგზავნის. ეს არის ბარტერი, ხელი ხელს ბანს. ასე რომ, ნუ, არ ვიცი, თუ ადამიანი გიგზავნის ბარტერით არა და გეუბნება რომ ვსაუბრობ, რომ ეს არის საჩუქარი და მე არ მსურს ბარტერი, უბრალოდ საჩუქარია. და მაინც ბარტერით არ გიგზავნი და თუ გიგზავნის საჩუქრად, ეს მართლა საჩუქარია. მართლა საჩუქარია. და შენ მას ახსენებ თუ არ ახსენებ, ეს არის მერე მხოლოდ და მხოლოდ შენი, რა ვიცი, კეთილი ნება. მარიკო, თუ შეიძლება დედიკო, დამასრულებინი აზრი, მე ვეღარ ვიგებ რას ვლაპარაკობ. დაჯექი დედიკო ფაფანახი, აბა ცივია უკვე. თუმცა კიდევ არის სხვა ამბავი, კატეგორია, რომელმაც არ იცის ბარტერი და გეუბნება, რომ მე თქვენ გიგზავნით საჩუქარს. საჩუქარს გიგზავნით და რადგან მე მქონდა უკვე გამოცდილება, ამოურიე დეკოზის მქონდა გამოცდილება იმის, რომ ადამიანმა ვერ გაიგო რა იყო ბარტერი და საჩუქარი რა იყო და მოკლედ ვერ გაიგო და მე პრეტენზიები მქონდა რაღაცეებზე. ამიტომ ახლა, როცა მეუბნები რომ მე თქვენ გიგზავნით საჩუქარს, მით უფრო თუ ახალდაწყებული ბიზნესია და სტარტაპია, რაღაცნაირად მჭირდება ახსნა, რომ ბარტერი ხომ არ გავაკეთოთ და ანუ არ მინდა საჩუქარი ბარტერით ვითანამშრომლობ და ისე არ მახსენებთ, ანუ საჩუქარს რო გიგზავნით, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ გეუბნები რომ გიგზავნით საჩუქრად, თქვენი კეთილინება რას იზამთ. მაგრამ როდესაც ფორდება ასე ვთქვათ ბარტერი, აქ უკვე ვალდებულება გაგაჩნია. ამიტომ რადგან ბევრმა არ იცის და ბევრს კიდე ერევა ეგ ამბავი, მჭირდება და გუჭირდება ძალიან ბევრს ამ ყველაფრის დაკონკრეტება. ასეა. მე როდესაც გავგზავნე საყურე თიკა ფაცაციასთან, მე მივწერე თიკა მინდა გამოგიგზავნოთ ჩემი ხელნაკეთი საყურე. ნუ ხა მოკლედ რო აგიხსნათ. გრძელი მესიჯი იყო, მოკლედ რო გითხრათ. და თუ თქვენ მოგეწონებათ და მონიშნავთ ამ და ამ გვერდს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. დასრულდა. გესმით? ასეა. უნდა უთხრათ ადამიანს, თიკას რო არ მოენიშნა ჩემი გვერდი, აქსესუარების გვერდი, მე არ მექნებოდა პრეტენზია, რადგან მე არ ვუთხარი რომ ეს იყო ბარტერი, ეს იყო საჩუქარი და თუ მახსენებდა ძალიან გამახარებდა. თუ არ მოეწონებოდა და არ მახსენებდა, ასე ვთქვათ, არც ეგ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან დედა ეს რა გამიკეთეს, იმიტომ რომ ეს არ იყო ის, რაც უკვე ვახსენე. მარიკო, მოურიე ფაფას დედიკო, მიდი. მიდი, ვერ წავალთ ახლა, ესეთ უნდა გაწელო დრო და რა აქვთ ხო, საქმე მაქვს ბევრი. მოურიე სიყვარულო, მიდი ჩემო ლამაზო. მეორე ხელი მოკიდე იქ არ იმასქნას. აი ასე, ახლა ამოიღე და შეუბერი, აბა წესით გაგიცივდა სიყვარულო, მიდი. მიდი ჩემი. მად ნუადებდე ხელს, ეგ ისეთი ის არის მეტალი, რომ მაინც ცხელი იქნება. ამოიღე დედიკო კოზი, მიდი ჩემი პრინცესა, მიდი. თავი გაასწორე, ხო ეგრე. ხო და სამწუხაროა პასუხისმგებლობებს რო გაურბიხართ. რა ხდება? ცხელია? ცხელია? კაი, ცოტა ხანი დახატე კიდე თუ ცხელი. პასუხისმგებლობებს რო გაურბიხართ ადამიანები არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. რას ვიღებთ?
წამინდა. მე ვიდეოში თქვი კიდეც რომ მოვადრო და სიასაც გამოვაშვალებთ ხო, იმიტომ რომ ყელში ამოვიდნენ ადამიანები, ვისაც ეკონტაქტები და მე სადღაც იფანტებიან. უპასუხისმგებლობა არის და თუ შენ ასე მომექცევი, აუცილებლად აგიბრუნებ შესაბამის პასუხს. აუცილებლად. და ვთვლი რომ ძალიან ლოგიკურიც არის ეგ რომ პასუხი უნდა დაუბრუნო ადამიანს. თან აუცილებლად. აიყო და აიყო ქნაფაც ქნუფი. დახატე და თუ დატობებ ხურები დედა. კარგი დახატვა? დაანებე და თუ არ მე რატო არ ხატავ? ჰა? ხო და ესეთი ამბები გოგოებო გასწასასვლელი ვარ რაღაცა თეოდორანტი მინდა რაღაც 3 დღე სახლი მცხვი არ გამიყვია. საერთოდ წასულ არ არსებობს. ორატი. და გავიდე იქნებ რამეზე და იქვე მეორადების მაღაზია რომ მეორადებს კი ევროპული რა ქვია არის მაღაზია რომ მიყვარს და უამრავი სამოსი მაქვს მათი კი იცით და ისეთი ლამაზები რომ რა ვიცი იქ შევიარო რამეზე და იქნებ კონდეთ აფთიაქში უნდა შევიარო ასე რომ ეს რო არ გამიარა და არ გამიარა დღესაც ავდექი და წელს ავათრიეს წელი იქნებ რამე მომცენ ისეთი კიდე წამალი არ ვიცი ღვთისმეტად ვარ უკვე მოკლედ უნდა გავიდეთ და ცოტახანი ბავშვი დავსვა იქ საკანელაზე იმიტომ რომ 3 დღეა ბავშვი მართლა ესე სათამაშოდ რასაც ქვია არსად არ გამიყვანია და მინდა რომ ცოტა გაერთოს ჩემი ლამაზი ლანჩბოქსები მინდა ვიყიდო მაგრამ თუ იქნება აქ არ ვიცი მაღაზია ვიცი სადაც წესით უნდა იყოს და მივალ ნახავ გამოწერითაც არის მაგრამ სადველოდო მაგას 2-3 დღე თუ აქვია ბარემ შევიძენ და ხო და გავიარო გამოვიარო იქნება აქ ვიპოვო ისეთი როგორც მე მინდა კონტეინერები არ გამოვით წავიდეთ პირველი გაჩერება არის აი ეს მაღაზია საოჯახო საჩუქრების აბა ვნახოთ მან თუ ეკნებათ თუ არა კიდევ 1-2 მეგულება და ვნახოთ იქნებ ვიპოვო რამენაირად თავარია გადავიდეთ ახლა არ ქონდათ მხოლოდ ერთი კვების აი როგორც კონტეინერი ეგრე რა გული დამწყდა აი წავიდეთ ვიგით მეორე მაღაზიაში ნახოთ იქნება სამწუხაროდ აქ არც გქონდათ არც ლანჩბოქსი არც ესეთი არ არის აი წავიდეთ კარგად გამოვცდი შუქნიშანს და მეზარა მე უკან მიბრუნება და ახლა გამოცდი ძალიან უნდა ვიარუწი რომ გზაზე გადავიდე თან ძალიან ბევრი გავიდა აი რა უყვარა უშავს მოგონი ისევის მომიწევს დროებით კონტეინერების ყიდვა მილიონი კონტეინერი მაქვს სახლში და არც ერთი არ მინდა რატომღაც აქ უშტების რაღაცები იყიდებოდა და გასაფორმებლები მაგრამ დაუკეტიათ აქ გვერდზე ტორტებიც გაუხსნიათ როგორ მოხდეს ერთხელ აქ შევიღებთ მები
სანამ საბერძნეთში წავიდოდი ძალიან ლამაზად გამიკეთა, ულამაზესი იყო მართლა და მახსოვს იმ გოგოს ეუბნებოდი, ვაიმე მე ვთხარი, ეხლა თუ არ დამბამ ვდგები და მივდივარ, გოგო გავაგიჟე. ვთხარ საჩემი ძლიამდენი ხანი მაგიჭდომა. კარგია, პრინციპში პირდაპირ სუფთასახთან გადავალთ აქვე. კი მაქვს საქმე მანდაც. ხუდა გადავიდე. მე-1000 სკოლის მშენებლობა რომ მიმდინარეობს, ეს უკვე საიმედო მდგომარეობაა ნამდვილად. ერთი ადგილი მეგულება, სადაც ძალიან კარგი რაღაცეები აქვთ. მაგრამ კიდე უნდა ვიაროთ ფეხით და მეზარება, ამიტომ სხვაგან ნახავთ, თუ იქ არ არის და ვიყიდოთ კონტეინერები. სხვა რა გზაა. ისეთი სივიწროვეა, რომ დადიხარ ვერ სუნთქა. ქონდათ, მაგრამ აქაც ძალიან პაწაწუნა. ანუ ერთი დღის კვება ვერაფრით ვერ ჩაეტეოდა მაგაში. ეგ იყო ერთი კვების და ამიტომ მიჩვენია მაშინ ისევ კონტეინერებს მივმართო, სანამ გამოვიწერ, რა ვიცი. კი, სწორი კვებისთვის კარგია, მაგრამ ამის ხას შეხედეთ. ძალიან ძვირია, ძალიან. რა ვქნა? ვაკონტროლო შენი ქუდი? დაიჭირე ხელში და სათათაგდეს გამორონდა უბერა როცა დღეს წავიდე. ნელა კარგი შევამჩნიე. მარიკო, ადი მაღლა. ნელა მეშინია ხო იცი სიმაღლეზე და ნელა ნორმალურად დე. წადი სიყვარულო. მიდი. ჩასრიალდი დე. ზემოდან უყურებს ტერიტორიებს. მეც კი ვისრიალებდი სიამოვნებით. რაღა დაგიმალოთ. არიკუნა. რა ლამაზი ხარ დედიკო. არა, ფერსტას. დეს გოგო ხარდე. ყველაზე ტკბილი ამ ქვეყანაზე ხარ შენ დე. ყველაზე. აი რომ ამბობენ ხოლმე შენ არ იცი დედიკო და ვერ გაიგებ, ახლა პატარა ხარ ჯერ. ამბობენ რომ შვილი არ ამქვეყნიური სიყვარულიაო. და ეგ ხარ შენ დე. გოგოებო ეს არ გეკონოთ რომ რამე სჭირს. მეიქაპი შეისწორა დილიდან. და მე მაგის ისიც მოვიშორე. დავიბანეთ და მე თავიდან წაის. მოდი ვნახოთ რა ვიყიდე ძალიან ბევრ ლარად. თმაზე პუწი, ნუ ჩემი ის არის, რა ქვია, სევდა ცხოვრების. აი აქ გვაქვს წარმოდგენილი მწვანელობიო. ასევე კიტრი და ასევე პომიდორი. ეს განსაკუთრებით არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ინსულინის რეზისტენტობა და ხვალიდან იწყება ჩემი ბრძოლა ამასთან და გთხოვთ სტიმული მომეცით და ძალა მომეცით და ენერგია, თქვენი ენერგიები გადმომეცით. მე კალორიულ დეფიციტზე გადასარევად ვიყავი, იცით, უბრალოდ ახლა როცა ეს გემართება ცოტა კონტროლი გიჭირს ემოციურად ყველანაირად, მაგრამ მივხვდი რომ ამ გაუსაძლეს თაბროსხოვებს და ყველაფერს ვიცი რაც იწვევს და კვებით თუ არ ვებრძოლე, სხვა ვარიანტში უბრალოდ გადამივა ძალიან მძიმე ფორმის დიაბეტში, ასე რომ ამას რო აუცდეთ, საჭიროა
ჩადგეს ყველაფერი მწყობრში და ამისათვის ლობიო არის ერთ-ერთი ძალიან კარგი პროდუქტი. ვინც არიცით, გეტყვით, რომ ლობიო წვენი არის ძალიან სასარგებლო, მაგრამ არა პირველი პირი იცით, რომ ძალიან ბინძურია მაინც და გადაუწურეთ პირველი პირი და ხოლო მეორე პირი წვენი გადმოისხით, შეგლდება მერე დალიეთ ხოლმე. ეს ძალიან კარგი პროდუქტია და უწყობს ხელს ნორმაში ჩადგომას და ძალიან კარგი. ასევე ცოტა ხახვი ვიყიდე. ხო. არა დედა, ცოტა ხორცი ვიყიდე საქონლის. ასევე მარიკოს ვიყიდე რაიმე დედა კალცი დავითიშე. ღირდა 29 და რაღაც გოგოებო, არა და რომივე 29 და რაღაცი წერა ფასდაკლებას ინტერნეტში, ფასდაკლების დღეს ოღონდ. მაგრამ მე მივედი დღეს და არ იყო დღეს ფასდაკლება, შესაბამისად მითხრეს რომ ღირდა 35 და რაღაც. მაგრამ თუ ვინმე საპენსიო ყავთე და ისო ბარათის ნომერს თუ მეტყვითო პირადსო გავუტარებო და დააკლდებო და ვიფიქრე ალბათ 29 ლარზე დაჯდება თქო მამა ჩემის პირადობა ვუკარნახე და 25 და 34 გადავიხადე. ანუ ფასდაკლებაზე ნაკლები ღირებულება, რაც ძალიან მისიამურნა. მერის გვანცა ვარ, თუ ტუნა წამლები არ ვიყიდე და არ დავიხვავე, ოღონდ ექიმთან არ მივიდე. ერთი ცალი ნემსი ვიყიდე, რომელიც აუცილებლად უნდა გავიკეთო, იმიტომ რომ წლის გამო მოკლედ. ასევე ვიყიდე კეტოგელი, რომელიც უნდა ვიზილო, რომელსაც ხშირად ვიყენებდი ხოლმე და დავუბრუნდი ისევ. რაიმე საერთოდ მინდა. ნუ თავისი შპრიცით და ჰაიქუიებით. ეს არის ბლოკიუმი. ეს არის ცინარიზინი, რომელსაც თაბრუსხოვაზე ვსვამ ხოლმე და ასევე დავუბრუნდი სიოფორის აბებს, რომელიც ნიშნება რეზისტენტობის დროს. ბევრად ესეთი წამლებიც ინიშნება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ იყო რაღაც ისეთი ძალიან მაღალი პროცენტულობა, ამიტომ სიოფორზე დავჯერდით, ასე რომ ვთქვათ. მერე ოჯახისთვის შეუცვლელი ამბავი. ამოვალაგოთ, თორე ესე მოღრეცილი მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ვერ გავიგებ რა არის. ასევე გოგოებო, ვიყიდე ტუნა, მწვანილები, თინძი, საპირფაშოს ქაღალდი. აქეთ გადმოვდოთ. და ოსპი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო პროდუქტია ჩვენთვის. და ასევე ვიყიდე ჭვავის პური, ოღონდ აი ეს პური ვიყიდე. მეორე პურიც ვნახე ჭვავის, ცოტა დიდები როა, მაგრამ მაჩვენებლები უფრო მაღალი ქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ პურს დავჯერებულიყავი და ამას აქვს შაქარი 0, რაც იმას სხვა რაღაცები უფრო მაღალი ქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ამეღო. მათ შორის ნახშირწყლები ამას აქვს 40 და იმას ქონდა 53-დან 55-მდე და ამიტომ გადავწყვიტე უფრო ეს. და რა ვიცი ხა რამდენი დღე მეყოფა, რამდენი დღეც არ უნდა მეყოს, ნუ საჭირო ამბავია და უნდა მივიღოთ. ჭვავის პური. ასევე საფენები. საფენები სხვადასხვა ბევრი მქონა ნაყიდი, მაგრამ არ ვიცი რატო წამოვიღე, სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით. რაღაცები ვიყიდე კიდევ და უნდა გაჩვენოთ და ხო, ასევე ვაიმე დედა ფქვილში ჩავარდნილა, ვაიმე მიშველეთ. ახლა მიშველეთ. ფქვილში ჩავარდნილა.
ასევე შევიძინე შავი შოკოლადი, რომელიც საჭირო ამბავია, რომ მაინც და მაინც სულ ტკბილის გემოს არ ვითხოვდე. ხალხო, სტიკი და რაღაცები რო ვიყიდე, სად არის ხო არ იცით? კაი, ეს ვიცი სად არის, ეს ვიცი სად არის და მზიდამცავი სად არის. ასევე გოგოებო, აი ძალიან ძვირი ღირს მზის დამცავები, რაღაცა მაკიაჟის დასაფიქსირებლები, აი ძალიან ძვირი ღირს და დიდად ფაზაკლებები არ ქონდა, ხო, რექსონა ცოტა მქონდა და მე ისტერი გამჭირ ცოტა რო არის უკვე უნდა ვიყიდო. ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ რატო ვიყიდი არ ვიცი თავიდან და აი ეს კონსილერი ვიყიდე, რომელიც მოიცათ არის მშრალი და ახლა ვნახავ ეს რა მშრალია და საერთოდ რა არის მიქეს და მეც უკაი მეთქი თუ აქებთ წავიღებთ ხო და არც ისეთი იაფი ღირდა ხო და ვნახოთ ვაიმე ეს როგორ ავაძრო ეხა დანა უნდა ამას თუ რა უნდა არაფერიც არ უნდა ხო, ეს არის მშრალი სახით და ძალიან მინდა რომ დავტესტო და მოიცაბა დავტესტო. კაი, მოკლედ ეს გახლავთ მშრალი სახით და მაინტერესებს როგორია, ვერ მოვითმენ ვერაფრით და მანამდე მოდი გადავისვათ ერთი წუთით. მოდი მზის დამცავი თუ ეს კაი ეს იყოს, ნახოთ. ולה არ ვიცი ერთი წუთით. კარგესი სუნი. აი ვაუ, მომეწონა. აშკარა ძალიან მომეწონა. ვაიმე ხალხო, სუნი აქვს რაღაცა ფანტასტიკური. კი. აშკარად უკეთესია ვიდრე ის, რასაც მე ვხმარობ. ნუ, ფასიც ეს უკეთესია იმაზე, რასაც იმაში ვიხდი. რა თქმა უნდა, ამაში ბევრად მეტი მაქვს გადახდილი. კი. ნამდვილად კარგია, ვერაფერს დავუწუნებ, თუმცა ის იმდენი რომ მაგ დახვავებული, ხო არ იცით რისთვის მაქვს. ეხლა ეს მუქად ჩანს გოგოებო, თუმცა მე ხელით გადავინაწილებ. უბრალოდ ახლა მინდა რომ გაჩვენოთ და მე რატო ვიტანჯები? კაი, მე რეკენი რა ძალა გადგია, ეს ისინი რომ კლოკები არ მიყვარს. კაი, შემდეგი პროდუქტი, რაშიც გადავიხადე თანხა და არ ღირს ნამდვილად დაბალი ფასი ვითომ ზომას თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ხარისხია ძალიან კარგი, ეს გახლავთ მზის დამცავი წასასმელი, რომელიც ასევე მაკიაჟზე შეგიძლიათ წაისვათ, სამგზავროთ, ატაროთ და ნებისმიერ მაკიაჟის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, არ გადადისო და ჩვენ ახლა დიდი სიხარულით დავტესტავთ ამ ამბავს, გადადის თუ არ გადადის. თუ საერთოდ როგორია ვნახოთ. ჯერ მოვხსნათ ეს რაღაცა. ასე. უდანა მინდა. ან მაკრატელი ან რაღაც ახალი ხო. როგორც ჩანს, ამასაც ეს აქვს დაკრობილი და ეს თუ არა ვაძრე არ გაიხსნება. ავაცროთ. ასე. ასე ვაზელინის სუნი აქვს. ესეთი გახლავთ თავისი ამოსაწევით და წესით კარგად უნდა გაძლოს და კაი დიდხანსაც. კაი, ეხლა ჩვენ გამოვიყენოთ მაკიაჟზე. ნუ ბევრი არ მისვია, მაგრამ რაც მისვია მაკიაჟი არის ფაქტია და გამოვიყენოთ სტიკი და ვნახოთ თუ გადავა ეს გახლავთ მზის დამცავი, რომელიც
ნებისმიერ დროს გოგოებო სახლი იქნება თუ სად იქნება შეგიძლიათ გამოიყენოთ არ არის არანაირი პრობლემა და ვნახოთ ახლა თუ გადავა ხო ჩემი რჩევა ახლა აქვე რომ ძალიან ახალწასმულ მაკიაჟზე ნუ გამოიყენებთ იმიტომ რომ ცოტა შელახა ჩემი კონსილერის ამბები ცოტა და ნუ ბუნებრივიც არის ძალიან ახალი იყო და არ უნდა გამომეყენებინა იდეაში ალბათ რა და მაგას გირჩევდით რომ ამ დროს რაღაცნაირად არ გამოვიყენოთ ნახეთ გადავიდა ოღონდ რაღაცა ძირში დაილექა და ზემოდან არაფერი ისეთი არ ქონია ყოველ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან სველზე წავისვი ახალ დატანებულზე წავისვი და რა თქმა უნდა თავის შედეგი გამოიღო და მე არ გირჩევთ ძალიან ახალზე წასმას და ისედაც გირჩევთ რომ მანამდე დაიტანოთ მოკლედ რა თუ ახლა რაღაცა გზაში არ დაიწვით და არა მოიბუგეთ და რაღაც თუმცა რო გითხრათ რომ გადავიდა მაკიაჟი ესე მძაფრად არაფერი არ გადასულა და ვფიქრობ რომ კარგი პროდუქტი შევიძინე ფასებს რაც შეეხება სად მაქვს ის ფურცელი ნუ ზოგში 22 მივეცი ზოგში 17 თუ 18 მივეცი ამ ორში ხო ეს ფასები იყო მოკლედ ამ ორის არ მახსოვს იმაზე ეწერა და სად არის ქვითარი ვერ გეტყვით ძალიან მიდოდა მოკლედ მზის დამცავი და რავი რამდენი ხანია ვიძახე მზის დამცავი უნდა ვიყიდო თქო და როგორც იქნა მზის დამცავი ჭირდება სახეს ზამთარშიც და ზაფხულში ზამთარში ნაკლები დოზით და ზაფხულში ხო ყოველ დღე და ყოველ დღე ვისვამდი ხოლმე უბრალოდ რატომღაც ეთიპრებდი საერთოდ აღარ ვისვამდი არ ვიცი რატო არც ვყიდულობდი არც ეგ არ ვიცი რატო დღეისათვის სულ ეს იყო და წარმატებები მისურვეთ საკუთარ თავზე გამარჯვების დღეები იწყება ზოგ შესაძლოა გაეცინოს რომ მე რა გახდა ამ გოგოს კვების დაწყებაო მაგრამ არის სურვილი ცხვის მდგომარეობაში შესვლა დამიჯერეთ გემშვიდობებით